დედა ბუფეტში ღვეზელი ვჭამე და მე მგონი მოვიწამლე, გული მერევა. რა ბუფეტში, ომარიკო, მე ხო აგიკრძალე მან ჭამა. არაფერი შენ არ გესმის რა. ხო, არ ესმის და მაგიტო ჭამა ამჟავებული ღვეზელი. წარმოვიდგინე რა გემოეკნებოდა. გემრიელი იყო, მაგიტომ მეგონა რომ არაფერი მომივიდოდა. რა ვიცი, შენი ჭირი მე რა პატრონი არ აყავს არაფერს ამ ქვეყანაში. ისე არიან მეშვებულია სკოლის ბუფეტები, რომ არც არავინ აკონტროლებს და არც არავის აინტერესებს კიდე რა სჭამენ ბავშვები. იგა კინგა თორე ნორმალურ ქვეყნებში პირიქით ხდება ყველაფერი. აი მაგათად ევროკავშირი 250 მილიონს ხარჯავს ყოველ წელს, რომ თავისი სკოლები იყოს მომარაგებული ჯანსაღი პროდუქტებით. აქაც არის ჯანსაღი საჭმელები, წვენია 60 და ბატიბუტია ლარიანი. ეგ ბატიბუტი საჭმელად კი არ იყიდება მე. მაქსიმუმ კლასელებს რო გაკვეთილზე. აზი რო არა ხარ. ომარიკო მიდი ახლა ადექი მაცივარში ნაბეღლავია და დალიე. მე წამომიყოლე ერთი ჭიქა რა, მომინდა რაღაცნაირად. დრამაჭამა კაცო გაფუჭებული ღვეზელი, ჰა. მეტი არც არაფერი იყიდება და რა უნდა ეჭამა ნეტა. აი სპეციალურად მოვძებნი. ევროკავშირის ქვეყნებში ჯანსაღი კვების ხელშეწყობის მიზნით მილიონობით ბავშვი იღებს სკოლაში ყოველდღიურად ხილს, ბოსტნეულს და ძის პროდუქტებს. აქ კიდევ გარაჟის საწყობები ამარაგებენ ბუფეტებს. ოკი მომშიდა ისე. აჰა, დენა ბეხლავი. აუ მუცელი მიბუყბუყებს, მგონი ის ღვეზელი ყვირის ყუთში. მიდი ომარიკო წამოწექი ახლა და მერე ვიმეცადინოთ. არა მგონია დღეს ვიმეცადინოთ. აბა ახლა ტრიპაჩობა. მაგარილობიანიც დავითრიე. ვიღაცას დავჭერთ მაგიდაზე და შევჭამე. ეგ ბუფეტში ნაყიდი ღვეზელია, რატო შეჭამე? გოგოებო, სამსახურის ძებნას ვიწყებ, ფული უნდა ვიშოვო. და ამ სიგარეტს დავანებო თავი. კაი გოგო, რა სამსახური, რა სწავლას მიხედე ჯერ. ან კიდე რა სამსახური უნდა იპოვო. შეიძლება მუშაობა და სწავლა ერთად, სწორად თუ გაანაწილებ. ოქროშულმაც კი იშოვა სამსახური და თავის ფულით ეკეთებს ახლა შილაკებს და წამწამებს. ნახე. გოგო, არის რაღაც სამსახურები კი, გამყიდვალები, მენეჯერები და მიმტანები და ეგეთი რაღაცები უნდა ძალიან. ხო, რა მე ეგეთი მინდა რომ გამოცდილება მქონდეს. აბა გამოუცვლია დღეს მარტო სამინისტროში თუ დასაქმდები და მე პოლიტიკაში მოსვლა არ მინდა. აუ ის გითხარით ხო? 14 ოქტომბერს არის GAA საერთაშორისო განათლების გამოფენა. ევროპის, ამერიკის და ინგლისის უნივერსიტეტები ჩამოდიან და მანდ ვარ მოხალისე. ბილდმორთ ჰოტელში. აუ მანდ ჩვენ წაბავალთ და დავესწრებით. უბრალოდ მაინტერესებს მეტი არაფერი. გამოფენა გაინტერესებს? თუ ის ფრანგი ტიპი წინაზე რო იყო ჩამოსული. ადგილები არის შეზღუდული და მიწერეთ ინსტაგრამზე რომ ჩაეწეროთ. უფასოა. ანასტასია, სათხარ გოგო რო გამოგაგზავნე პურზე და მოგეცი 5 ლარიანი ბესეთკაში უნდა იჯდე, ახლა ვი გამარჯობა გოგოებო. ძაღლმა შემიჭამა 5 ლარიანი და მაგიტო ვერ ვიყიდე. მე ესე შემოურჩია აქ. რე ძაღლმა შეგიჭამა გოგო, წეღარ მაგით ნაყინები არ იქის რე. ეგ სხვა 5 ლარიანი იყო თეკლა. არაფერი ინგადიდა სამსახურებზე ვლაპარაკობთ უბრალოდ. ანასტასია ძალიან მონდომებული. იქაც ვარ მოხალისეო 14 ოქტომბერს გაში. გააკი არა GAA, ეგრე ქვია. და კიდევ ვერ ისწავლა გოგო ამან ინგლისური. Oh my god. And I go to sleep at 11 o'clock. აჰა, ყოჩა ომარიკო. დედა რა ლამაზიენა რა. კიდე უფრო ლამაზი იქნებოდა ყველა სიტყვა არასწორად რო არის თქვა. რა? მოდი მე და ამეთადნე ვერ გავიგებ. შენ სწავლობ ინგლისურ ფილოლოგიაზე თუ მე? ჩემ დროს აბა სკოლაში გერმანული ისწავლებოდა ხოლმე. ის კარგად ვიცოდი სხვათა შორის. 1, 2, 3, ხო? კაი ომარიკო დაიწყე მიდი. ეს გაკვეთილია? My day. Every morning I wake up at 8 o'clock. My mom makes breakfast for me. Disaster. კატასტროფა, მისაყვანია ბავშვი ინგლისურზე. ხო, მივიყვან რა პრობლემაა. ვერ ხედავ ფულის სხემა ხომე და ვკრიფავ ყოველ დღე. აუ, ჩემი კლასელების ესე კითხულობენ და აქებს ხომე მასწავლებელი. ნუ იტყუები ახლა, გააგრძელე მიდი. I go to school and I enter my class. Good job. აი ხედავ ინგა? ასე იხოცებიან ბავშვები პროფესიონალის ხელში. My favorite subject is English because I have a perfect teacher. მარტივია. ასე თუ შეგეძლო კითხვა რა დაგემართა აბა წეღან. Are you kidding me? I don't know. აუ, გამოილია. Oh shit. ჯე ვასოს მიუყვებით ბავშვები ფეხბურთზე სანზონაში.
ხო, დამირეკა დედამისმა და მითხრა. თამაში აკვასოს და გულშემატკივრებად მიყავს თურმე ესენი. ჩერჩედები. ლუდი არ დალიო იცოდე იქ. აი მე კი დავლევ. გადანახული მაქვს უშინდელი 2 ლიტრიდან მორჩენილი. ეგ დედამ გადააქცია ძილით, მაინც ანასტასია დალევს და არ უნდაო. ძემი რატო არ დაგყავარ ფეხბურთზე? რა ფეხბურთი ომარიკო დაიხედა მუხლები რას გიგავს. გადაწყავებული რომ ამოდიხარ ყოველ დღე ეზოდან. ვასოს კიდე ციცი რო აქ ხომ შეყოფილი ცხვირში, მაგაზე ეჩხუბება თურმე მწვრთნელი სული. აუ ეგ მწვრთნელი ვიცი, საფეხბურთო კლუბის სანზონა. მაგრამ მან 2 მწვრთნელი და ორივეს გიორგი ქვია. რომელი ვიცი ეგ არ ვიცი. ვასო 1 წელია დადის და 2 გოლი აქვს მარტო გატანილი. 1 შემთხვევით და 1 მართალი. კაი, წავედი. ვასო მიდი, გაიტანე გოლი. გაიტანე. აუ რა ბანძი ბავშვი ხარ რა. კაი, ომარიკო 1 რეებს ეუბნები, კიდე ეგ უნდა. გაიგეცი ვასო, კერდით მიიღე. აი მე მართლა რა ბანძი ბავშვია რა. აუ რა გინდათ? ბავშვებო შემოდით კლასში დაიწყო გაკვეთილი. აუ ცოტნე რა ნუბი ხარ. წაიქცა მას. ვაიმე, ნუბი რა სიტყვაა, შვილო, ქართულის გაკვეთილია და ვსაუბრობთ მხოლოდ გამართული ქართულით. თქვით სულელი, ქარაფშუტა, ჩათლა. დავიწყოთ რა. მას ასაკითხი გქონდა მოთხრობა დავიწყებ. კი, აბზაცებად უნდა წავიკითხოთ, ომარიკო დაიწყე. ერთ სოფელში, რომელიც უდაბურ ტყეში მდებარეობდა, ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად დავითი. დღეს რაზე ვინადირო, თქვა დავითმა. ხო, ეხლა მანდ ერთი დეტალი არის. დავითმა არა, დავითიმ. წიგნში შეცდომა არის და ჩავასწოროთ სულ ყველამ. ნახეთ თვითონ აი ბრუნვაშიც როგორ არის დავითი, დავითიმ. ხედავთ? მას გავაგრძელებ. დავითი ნადირობაზე ფიქრში გაერთო. თან ძალიან შიო და ამიტომ მაცივრიდან ნეხვი გამოიღო და ჭამას შეუდგა. ვაიმე, ცოტა დაკვირვებით რა. ეგ წერია კაცო მან. ძეხვი. ნეხვი ხოზდალობა სიტყვა ამას. ხო, არ არის აუცილებელი რომ ითქვას რა. გავაგრძელოთ რა, ანა მარია გააგრძელე. ისევ მე მას. ამ დროს კარზე ძვინვარე ბრახუნი გაისმა. თითქოს ვიღაცა კარის შემოტეხვას ლამობსო, მაგრამ კარი არ გატყდა. ძალიან კარგი. აბა ეხლა ვინ მეტყვის? რა იგულისხმა ავტორმა სახლის კარში? რისი თქმა სურდა ამით? აბა? მას. იმის თქმა სურდა, რომ სახლში ქურდები რო იჭრებიან, თუ კარებს კარგად ჩაუკეტავთ, ვერ შემოვლენ. არა. კარებში ავტორმა იგულისხმა საქართველო. ხოლო ადამიანში, რომელიც აი ამ კარებს ეჯჯგურებოდა, ტერი. კარი ვერ შემოიმტვრა, ისევე როგორც საქართველო გადაურჩა ამდენ ტერს. მას რობაქიძე ნეხვს მეძახის. ნეხვი არ გამიძახია მას, ძეხვი დაუძახე. რობაქიძე დასტოვე კლასი. მას დასტოვე კლასია თუ დატოვე კლასი? ომარიკო მიყევი. ანასტასია ოქროშვილი მოდის და არ შეიმჩნიო. გაიმები ბესეთკაში ყოფილა, როგორც ყოველთვის. ანასტასია ვინმე ლაპარაკობს? გესმის შენ რამე ხმა? კი, ოქროშვილი დგას აქ. გასუქებულა და კამარი 2 ნახრეთის იქით გადაუწევია. გასუქდებოდა, აბა რა იქნებოდა ისეთი ჭამა მაგან ჩვენთან. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მივჭამე? ხო არ გახსოვს ვის კონდა დალურჯებული თვალი ჩხუბის მერე? ეგ იმიტომ რომ დაგინდე, მაგასაც რა ვერ ხვდები. შემეძლო რომ ჩამერტყე შუშის ბოთლი შენთვის თავში და იქვე დასრულდებოდა ყველაფერი. აუ თეკ მოდი ვაღიაროთ, რა ეგ ბოთლი არ კი არა ვერ ჩაარტყი. ვერ წვდებოდი ისე ყავდით მებით დაჭერილი. ახლაც საჭირილი მყავს. თუ არ გაკეთებ იმასაც გეტყვი, ეგრევე Facebook-ზე აიტვირთება. 1 წუთი შანტაჟის ზონი მეცა. შანტაჟიც კი არა, ძეხვის და ლუდის სუნი, გასორი ნაბიჯის აპლიკაცია და რო გამოვიძახე. 20 ლერის მერე უფასო მიტანა და მაგას ვერ გავმაზავდი. აი მოვიდა კურიერი მოვალე ხლავე. ლუდი გვექნება, ძალიან ცუდია ოქროშვილი რო ვერ დალევს. ენაიჩლება ხოლმე ალკოჰოლს რო სვამს. თუ ეგ ისედაც ეგრეა. რა თქვი გაგა? ამ კონირა ძალიან ნამეტანი მოგვივიდა ხა? ხო, წიხლი არ უნდა ჩაგირთხა კუჩში, მithumetes რომ ანასტასია გვაშველებდა. გამშველებელს მეტი ხვდებაო მართალი ყოფილა. ტუალეტი არ ირეცხება, სულ გაიჭე და ქაღალდებით. აი ნახე ამ ბავშვმა თუ არ დაგვტყუროს და გავიღვიძებთ ერთ დღესაც კანალიზაციაში. ნახე მიდი ინგა რა გააკეთა.
ჩვენ ერთი. დედა მთლიანი რულონი ქაღალდი აქვს ჩაგდებული. რა იყო, მარიკო, რადგინო დამხელა ქაღალდები ვერ გავიგე. ნახე, საერთოდ აღარ არის ტუალეტის ქაღალდი. გუშინ წინ მოვიტანე 3 ცალი 2 ნაბიჯიდან. აუ, ჯერო აფეთქდეს უნიტაზი. კაი, ოღონდაც ერთი მარიკო რა უნდა აფეთქდეს, კაცო. გამოიცალე მაინც აქეთ დადექი. მე დედა რეებს უყურებ. დაელოდეთ იქნება წაიღოს რა. ტუალეტის ქაღალდით საყიდელი გამიხდა ახლა. ინგა ზუსტად ტუალეტის ქაღალდზე აქცია 2 ნაბიჯში. 32 ცალიანი შეკვდა 13 და 99. გამოვიძახ ხო? ხო, გამოიძახეთ და კიდე მე მინდა სნიკერსი და მიწისცხილი. ხო, თხილები ჭამე, შენ და უარეს მდგომარეობას ჩაიგდე კუჭნაწლავი. მართლა გასწდება მე რესაც წყალი უნიტაზი დაგიქნება. წავედი მე ერთი ჭურჭელი უნდა დავრეცხო და ფეირიც გამოიძახე ანასტასია ბარე. დედა რამდენი ჭურჭელი იყო? 1 ტონა რა, 1 ტონა. ინგა ჩემი ოთახიდან გამოვზიდე ეს ჭურჭელი, დაგროვილი მქონდა და გასარიცხია. რა იყო რა სახე გაქვს? ომარიკო, მოდი გაიცანი შენი ახალი დამრიგებელი, ნათია მასწავლებელი. გამარჯობა, მე შენი ახალი დამრიგებელი ვარ. ქართულს გასწავლით და იმედია რომ ვიმეგობრებთ. აი მე ბოდიშით რა 2 წუთი გავალ, აი მშობლები არიან ჩვენი და მიდით მანამდე შეუერთდით. კარგით ნათია მასწავლებელო. დედა გოგოები როგორ ველოდებოდი რომ ახალგაზრდა დამრიგებელი ეყოლებაო ჩვენ კლასს რო ამბობდნენ. მაიმე რა ახალგაზრდა მასწავლებელი ინგა ერთი რა იციან მაგათმა კაცო გამოუცდელები არიანო. დედა გოგოებო ამ ბუფეტზე რა საპირებენ ნეტა? შაშა რო გაფუჭებული ლობიანი აჭამეს კაცო, ჩემს შვილს 2 კვირა ისეთი შებერილი მყავდა ბავშვი რომ სკვაზნიაკში ცხოვრობდით. რაიმე მაგ ბუფეტის ისეთი უკმაყოფილო ვარ. მაიმე ინგა შენი ბავშვი მე მგონი საერთოდ არ დადის ბუფეტში უშლი და უკმაყოფილო რატო ხარ? ხო რო არ დადის მე სახში მიჭამს ხოლმე კაცო ტვინს და ისეთი უკმაყოფილო ვარ რომ რა ვიცი. მაიმე გოგოებო ისეთი ამბავი გავიგე რომ აი გავგიჟდები და ჩვენი მე-5 კლასელები თურმე მე-3 სართულზე უნდა ყავდეთ რა. სულად მოწვიდებიან ეგენი იქიდან, მოგიკუდეს დედა. ნუ გეშინია რა, ოღონდაც დიდები არიან უკვე კაცო მე-5 კლასელები. რაიმე გუშინ ისე უხარო და ომარიკო სკოლა მეწყებაო რომ გიჟათ იყო. მე რაღაცა ცეკვა ასწავლა კიდე თავის მადამ და სულაც ცეკვით მოვიყვანე დღეს. ინგა დაიდა, ომარიკო მე-3 სართულზე ჩვენ კლასში ფანჯრის რაფაზი ავიდა და რაღაცა ცეკვას ცეკავს, ლამის გადავარდა და არ ჩამოდის. რაიმე ისახალი ცეკვა რო ისწავლა. რაიმე მიშველეთ. ბავშვებო, ვასო ძაღლმა უკბინა, ანასტასია. რომელმა ძაღლმა უკბინა, სად არის აბა? აუ იმ შავმა ძაღლმა მიკბინა და ძლივს გამიშვა კბილები, ძალიან მტკივა. აუ რა დროს ძაღლის კბენა იყო, ჩიფსი მინდა წვენები გქონდა ნაყიდი და უნდა გვექეიფა. მე და დეკლა მივხედავთ მაგას არა უშავს. გამოართვით იქ ჩიფსიმი. წვენებიც. ვასე დედაშენს დაურეკავ ახლა, მე რა წაგიყვანეს ექიმთან აცრაზე. რა ნემსები უნდა დამარჯონ. აუ ეხლა ამბავს გული წავა და ხელებში თუ ჩამოკდება არ ვიცი რას ვისაო. აუ მოდი რა ეზოში ვასოკვდებაო ანასტასია. ვასე 5 წუთში მოვა დედაშენი დაურეკე უკვე. ის ძაღლი იყო ხო? ოქროშულის კორპუსში ცხოვრობს ეგ და არ მიკვეს რომ აგრესიულია და იკბინება. ვასო ცოტაც გაუძელი არ მოკვდები, ჯინსი გაქვს გახეული მარტო. ხო და დედა ჩემი მომკლა. ხო და სკრინები და კომენტარები ხო ნახეთ ვიდეოებს წერდა და სიყვარულს ეფიცებოდა. მე ბოლოს რა მოხდა არ ვიცით, მე მიდიდრიეს ერთმანეთი. აუ ბაზარია რა. შეხედე ბავშვები კიდე იქ თამაშობენ და ის შავი ძაღლიც იქაა. ვაიმე ომარიკო გაიქეცი. ძაღლი მოგზდევს. ვახ ჩემი ომარიკოც დაგლიჯა. დი ყავადალია და გული მაქაჩქარებული. ჯახტუნაობს. რა ყავადალიო მარიკო? გიკაზალავ ხო იცი არ გამაგიჟო ეხლა. 2 ყავა იყო აქ, სუდაულევია. ორმაგი მოუნდა ბიჭს. ხო და ორმაგად აღარ მინდა რა. ძალიან აჩქარებული მაქვს და სწრაფად ვსონთქავ. გამომართვი დალია ესკაპლი. ყოველდღე თეატრები შეიძლება რომ მქონდეს სახლში. ყავა რო არის დადავლიო ეხლა. მე არა ვარ მაღაზიაში ჩამსვლელი. არ ხარ და ნუ ხარ ახლა რა გავაკეთო? ვერც მე მივატოვებ მომაკვდავ ბავშვს. რა? კვდები? არა ომარიკო არ კვდები, მაგრამ მაღაზიაში თუ წავედი და მასთან დაგტოვე, მართლა შეიძლება მე რაღაცა მოგივიდეს. ანუ არც ერთი არ ჩავდივართ. კი ბატონო, ამ შემთხვევაში მაღაზია მოდის ჩვენთან. 2 ნაბიჯის აპლიკაციით მაღაზიის ფასებშივე გამოვიძახებ ყველაფერს. გამოიძახე მე თუ შეგიძლია. დედა მან იმდენი ქულები მაქვს დაგროვებული, დახარჯე ეგეც. ხო, უეჭველი. აიღე ტელეფონი და შენ თვითონ გამოიძახე რაც გინდა.
მომეცი ერთი ვნახო. დედა ეს ამდენი ქულები დავხარჯავ ყველაფერს. ხო, ლუძე შეგიძლია რომ ექულები გამოიყენო, ძალიან მაგარ ფასადაა. არ შეიძლება მაგის ხელიდან გაშვება. ეგ აპლიკაცია კი არ შეგეშალოს. აჰა, გამოვიძახე და მოიტანენ. ძალიან კარგი, ლუდიც დაგვილევია ოჯახში. ხარ ხო ნახეთ რა მაგარი რობოტია ვაწყე. დედა, რას ამბობ, ომარიკო, შენ აწყე? ხო, მე და კიდე გვეხმარებოდნენ ნოვატორში. თამაშებით გვასწავლიან. რა არის მე რასაკეთებს ეს რო აწყე? რას და დადის და ამას ამუშავებს კიდე წინ. აი, მე ამასაც თუ მოვესწრებოდი რა. დედა, რამდენი ელემენტები ქონია ომარიკო? ისე ერთი ცალი რო ამოვაცალოთ ჩვენი კეთილი საათია გაჩერებული. არა, რა უნდა ამოვაცალო, აღარ იმუშავებს მე. კაი ხო. დედა, ისე როგორი მნიშვნელოვანია უკვე პროგრამირება ჩვენ დროში, ჰა? ყველას დაჭირდება აწი რაღაც დონეზე. ბაზარიერ არის ინგა, რაღაც დოზით ყველგან საჭიროა დღეს მართლა. ისე ომარიკო რა გამოდის ახლა რომ ეგ რობოტი შენი შვილია? და მე მამიდა გამოვდივარ. რობოტის მამიდა. აუ რა დებილობებს იძახის ხოლმე რა. შევდივარ ტუალეტში. ვახშენი. ომარიკო ტუალეტში შემომივარდა რობოტი. ვაცრი ტუალეტის ქაღალდს. ნახე რა გააკეთა. და გამოვდივართ. დააბრუნე ტუალეტის ქაღალდი. ომარიკო. ვახშენი. ვიყვიროდა დილით. მამა შენი. ვინ იქნებოდა ვერ გავიგე, მე ვიყავი. საგდლების სიას ვწერდი. რა შუაშია მე თუ სიას წერდი რა გაყვიდებდა. რა მაყვირებდა და მუსს რო ავლებთ, ყველაფერს არაფერს არ ტოვებთ, ეგ მაყვირებდა. ფულის ყადრი კიდე თქვენ არიცით. დავიმარაგე გუშინ წინ, რა ქვია, კაცო, ხრუხუნებს რო ეძახის შენი ძმა. სად არის აბა? მუსრია გავლებული. უნდა წავიდე და დავიმარაგო, იმიტომ რომ სკოლა იწყება, კაცო, და ყოველდღიურად მაგას ჭამსხობე ბავშვი. აი ამ თემას დიდი 9 საათზე რატო განვიხილავთ? ომარიკო სად არის? ძინავს კაცო ბავშვს, არ გააღვიძონ უყვირი ხარ. ისე ყვიროდი რომ გაიღვიძებოდა. მიდი აბა ნახე გაზეთ ხوار გაიგუდა. რა გაზეთ გაიგუდა, გოგო? ვაიმე დედა. ომარიკო. შულეთ. რა უსაყიდლების სიაო? აჰა, ლუდი. მიწის თხილი. საოჯახო ნაყინი. კაი ომარიკო, კაი, მიდი დაიძინე. არა ცოცხალია ბავშვი, ხო? მოკლედ ორნაბიჯში მივდივარ, მე რაღაცა სლოგანი ქონდათ, მოემზადე მარტივად თუ რაღაცა და ვნახო ერთი რა არის. ფარათიცები მაქვს, ქულები მაქვს დაგროვებული ზედ იმდენი რომ რა ვიცი, მილიონი. აუ, ვაფლი დამოვიწყდა. ინგა რაღაცა ხმა გავიგე, მე მგონი ბავშვი გაიგუდა. ხო, მიდი აბა შეამოწმე. ვაფლი. იგარი. ინგა ჩავთვი საშინელებათა ფილმი და მოდით. მოვედი, იმდენი ჩიფსი მივიყიდე მაღაზიაში, რაღაცა ახალი ჩიფსი ავო კონსულტანტმა და რას ვუყურებთ აბა? ფილმია მონაზონზე და მოიმზადით. განსაკუთრებით შენ ვაჟბატონო, საშინელ ფსონს რო აყენებ ხოლმე შიშისგან. აუ. დემონაზონი ვინ არის? მონაზონები ეკლესიაში მსახურობენ, ომარიკო ძალიან კარგი ხალხია. დედა რა გააკეთა კაცო ამონაზონმა? ვაიმე ორივე ფეხი მოაჭრა საწყალკაც. ეხლა ნახეთ ხო გონიათ რომ ტყეში არავინ არ არის? ცდებით. ის კაცი წეღან ძაღლები რომ მისცევდნენ. უი, ეხლაც მისცევენ. აუ, შეჭამეს ძაღლებმა. დედა ასე ძაღლს როგორ ვიყოლიებ კაცო სახლში, მაგრამ ეს ბავშვი მომწონს ძალიან. ვინ მოგწონს მაგას ეშმაკი ყავს ჩასახლებული? ეშმაკი არა ის კიდე. ვაიმე დედამისი მოკლა. ყოლია ხო. აუ, რატომ მოკლა დედამისი? არ უყვარდა? ყველას კი არ უყვარს ომარიკო დედამისი. თქვენ ხო გიყვართ? ხო გიყვართ მეთქი? აუ, შემეშინდეთ როგორ დავიძინო ამაღამ? რა იყო ომარიკო მართლა კი არ მოვა კაცო ეს მონაზონი ნუ გეშინია. მან კიდე დავიძინოთ კაცო ყველა მერქად ეხლა ამაღამ ზალაში დიდი ამბავი. რა უჭირს? ანასტასია, გამოდი დედამ ხაჭაპური მოვიტანა. ნახეთ რა ხაჭაპური ვიყიდე მადარში. ოქროსავით. გაჭერი მე ასე ხო არ უყურებთ? გავჭრი ხო? ვაიმე ისეთ საშინელი სიზმარი ვნახე წუხელის რომ რაღაც საშინელება უნდა მოხდეს დღეს გული მიგრძნობს. თუ არ გაჭრი მაგ ხაჭაპურს აგიხდება ეგ სიზმარი? მე და მე სიზმრა გუშინ რომ მზიებებო ჩამოვიდა და დიდი საზამთრო ეჭირა ხელში.
აუ, საზამთრო ძალიან მომინდა ახლა. ჩაციებული. ხო, მაგრამ რო გაჭრა მზიებებო მის საზამთრო სიზმარში, შეგნით დანები და ჩანგრები ელაგა. ვინ გვესტუმრა ნეტა? ინგა როგორ ახარ? ვაიმე სიზმ, კეთინო. რამ გაგახსენა კაცო ჩვენი თავი? რატო გადაწყვიტე რომ დღეს მოსულიყავი მაინც და მაინც? აქეთ ვიყავი და მეთქი მოვინახულებ, მადარტის ლობიანი მოგიტანე. რო გამახსენდა მაშინ ექსკურსიისთვის რა ლობიანიც გამოაცხე, ყიდვა გადავწყვიტე. შემოდი. აი, შენ გიყიდა ეშმაკ.